კარიბჭე, რომელსაც ეწოდება გარდაცვალება, მოგველის ჩვენ ყველას. ჩვენს წინაშე როგორც დიდი მდინარე, ასე მიემართება ხალხის ნაკადი იმ ქვეყანას, მაგრამ ჩვენი თავი, რატომღაც ძნელად წარმოგვიდგენია გარდაცვალებულის ადგილზე. გასაგებიც არის, იმიტომ რომ ადამიანის სული უკვდავადაა შექმნილი. ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ესე იგი, გარდაიცვლება. მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას გავს. დღე-დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას. მთავარია იქ წარვსდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის უფალთან შეხვედრისათვის მზადება. თუ ადამიანში არ ხდება პროცესი სულიერი განწმენდისა და ფერისცვალებისა, ეს შეხვედრა სამწუხარო შედეგით დამთავრდება. მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ღმერთი პიროვნებას, უნდა მას თუ არა წარდგომა წინაშე უფლისა, ეს შეხვედრა აუცილებლად მოხდება. მან პასუხი უნდა გასცეს შემოქმედს ყველა თავისი საქციელის გამო, რათა საუკუნო ნეტარება ან მარადიული ტანჯვა დამსახურებისამებრ მიეგოს. მართალია, გარდაცვალება მარადიული ცხოვრების დასაწყისია. ხელახალიშობაა სხვა სამყაროში, მაგრამ მაინც მტკივნეულია ახლობელთან განშორება. ხოლო ვერაფერი შეედრება დედისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ამ დროს ყოველგვარი ადამიანური თანაგრძნობა უძლურია. შვილს მშობლის გარდაცვალების შემდეგ ობოლს უწოდებენ. მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ქვრივს, მაგრამ დედისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს სახელი არ ქვია. თვით ქართულ ენაშიც კი ვერ მოიძებნა მისი შესატყვისი სიტყვა. როდესაც უფალი ჯვარს აცვეს, ბრბო ყიჟინებდა, მხოლოდ ღვთისმშობელი იდგა მდუმარედ. მისი ტანჯვის შესახებ არსად არაფერი თქმულა. თვით სახარებაც კი დუმს. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რა მდგომარეობაში ჩავარდება ეს დედა, რომელმაც არ იცის, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება და რომ არსებობს გარდაცვალება და არა სიკვდილი და რომ სული უკვდავია და ჯვრის გზა გოლგოთით კი არ მთავრდება, არამედ აღდგომითა და ამაღლებით. ჩვენ სწორედ მათ რიცხვს მივეკუთვნებით, ვინც იმ პერიოდში დაიბადა და აღიზარდა, როდესაც ყველას ღრმა სულიერი ძილით ეძინა. მადლობა უფალს, არც კი ვიცით, რით დავიმსახურეთ ღვთის ესოდენ დიდი წყალობა. მანინება ჩვენი სულიერი გამოღვიძება. გზააბნეული შვილგარდაცვლილი დედები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით შეგვაკავშირა და ერთ დიდ ოჯახად გაგვაერთიანა, რომელიც უკვე თავისი არსებობის 19 წელიწადს ითვლის. მარტო თბილისში ჩვენთან გაერთიანებული შვილგარდაცვლილი დედების რიცხვმა 700-ს მიაღწია. ძალა და მშვიდობა სუფევდეს თქვენთან, სიმშვიდე სუფევდეს თქვენს გონებაში, თქვენს გულში და მშვიდობა სუფევდეს სრულიად საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩემი შვილის კოტეს გარდაცვალება სრულიად უნუგეშო მდგომარეობაში ჩამაგდო. ამ პერიოდისათვის რწმენაში არ ვიყავი და აქედან გამომდინარე არც ეკლესიურად ვცხოვრობდი. შობა მომიტანა იმან, რომ მე შევხვდი უწმინდეს და უნეტარეს ჩემ მეუღლესთან ერთად, რომელმაც ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო, დაგულოცა, გვითანაგრძნო და გვითხრა, რომ ჩვენ ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა, გვეცხოვრა ეკლესიურად. მართლაც მისი შთაგონებით ჩვენ დავიწყეთ ეკლესიური ცხოვრება. მე გავხდი ფსალმუნთა ჯგუფის წევრი და დღემდე 15 წელიწადია ვკითხულობ ფსალმუნებს და ასობით ადამიანს ვიხსენიებ, როგორც ცოცხლებს, ასევე გარდაცვლილებს. რწმენამ, ეკლესიამ,
და უწმინდესი და უნეტარესი ძალისხმევამ ჩემი ოჯახი და მე გადაგვარჩინა დაღუპვისაგან. ჭეშმარიტად გადაგვარჩინა. აგვიხილა ახალი სულიერი თვალი. დაგვანახა დარჩენილი ცხოვრების მიზანი და როგორ უნდა გვეცხოვრა ისიც. გვაზიარა ჭეშმარიტებას იმისას, რომ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული სიცოცხლისა. ამ ტკივილმა შეაკავშირა დედები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც. როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ასეთი ერთობა შულგარდაცვლილი დედებისა ქრისტიანობის 20 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთადერთია მსოფლიოში. დედების ერთად ყოფნა ხომ მართლმადიდებლობის უსიტყვო ქადაგებაა. ერთობლივი ლოცვა დედებისა კი უდიდესი შეწევნა გარდაცვლილი შვილების სულთათვის, რადგან დედის ლოცვას ყველაზე მეტად ისმენს უფალი. დედებს კარგად გვაქვს შეგნებული, რომ ადამიანი არც უცოდველია და არც უცდომელი, რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენი შვილებიც. და რადგან დედის ლოცვა უძლიერესია, ყველანაირად ვცდილობთ შევეწიოთ ჩვენ შვილებს ამ ქვეყნიდან წაყოლილი ცოდვების შემსუბუქებაში, რაც სამწუხაროდ მათ არ ძალულთ. ამ 19 წლის მანძილზე ჩვენ თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე თითქმის ყველა ეკლესიაში აღვავლენინეთ შეკვეთილი წირვა ჩვენი შვილებისათვის. შეძლების დაგვარად ვაკეთებთ შეწირულობებს ეკლესია-მონასტრებისთვის. ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ. ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება. თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე. გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე. საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლში ჩვენი შვილების დაბადების, მათი ანგელოზისა და გარდაცვალების დღეებში მორიგეობით ვაპურებთ შიმშილის ზღვარზე მისულ ადამიანებს. უპოვართათვის საჭირო შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გასაწევად შექმნილი ქველმოქმედ ექიმთა ჯგუფი სწორედ შვილგარდაცვლილი ექიმების ძალისხმევით შეიქმნა. შეწევნის გარეშე შეუძლებელი არის იმ ტვირთის ზიდვა, რაც შულგარდაცვლილ დედებს გვარგუნა განგებამ. მაგრამ ჩვენ უფლის მადლობელი ვართ ყველაფრისთვის. მადლობელი ვართ აქ ამ კედლებში რომ მოვხვდით. დიდი ბედნიერებაა ეს ჩვენთვის. საოცარი ურთიერთობა დამყარდა დედებს შორის, რომლებიც აქ ჩვენი შვილების სახელზე მორიგეობთ და ღვთისთვის მე მგონი სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ. ყველაზე ახლოს ამ დღეს ვარ უფალთან და ჩემ შვილს ვესაუბრები ყოველი საქმიანობის დროს. საოცარი ურთიერთობა დამყარდა ამ შეჭირვებულ ხალხსა და ჩვენ შორის. მათი სიხარული ჩვენი სიხარულია. თუ ცრემლიანს დაგვინახავენ, ისინიც ჩვენთან ერთად ტირიან. ისინი ჩვენგან ბევრს არაფერს მოითხოვენ. მათ უნდათ რომ ლოცვით, კეთილად, ტკბილი სიტყვით მივაწოდოთ ის თავისი კუთვნილი ულუფა. ხუთშაბათი დღე გამოთხოვილი გვაქვს კურთხევით შვილგარდაცვლილ დედებს, რომლებიც ვასვენებთ ყველა თანამშრომელს ხუთშაბათ დღეს და მთლიანად მთელი დღის განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმას ჩვენ, რასაც თანამშრომლები აკეთებენ, საჭმელის გაკეთება, გაცემა და ვემსახურებით ამ ხალხს. ასობით ბავშვი მოინათლა ჩვენი ხელშეწყობით და ასევე მრავალი ტაძარი აშენდა. მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არ აქვს. შენს წინაშე საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე შეუვალი მარადიულობა. მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამის ყოფა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი თვე და დღე გვაახლოვებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ.
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ერთად ყოფნამ ჩვენ ერთმანეთის ჭირის უფლადაც გვაქცია. გაგვიადვილა აქაური ყოფაც და ამ ქვეყნიდან გასვლაც. გვწამს, რომ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ შვილებს და ჩვენც ამ ქვეყნად მლოცველები დაგვრჩება. ადამიანები ხშირად გაურბიან სიკვდილზე ფიქრს, რაც არასწორია. სიკვდილი გარდუვალი რეალობაა. იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისი და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია. ვაი მას, ვინც არ ემზადება ამისთვის, ვისაც არ ახსოვს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება და მხოლოდ მიწიერ გულის თქმათა დაკმაყოფილება გაუხდია ცხოვრების მიზნად. რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა იმათი, რომელთაც ისე გალიეს წუთი სოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა, ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებზე არც კი დაფიქრებულან. ჩვენმა ერთობამ მრავალი მშობელი გადაარჩინა იმ საშინელი ცოდვის ჩადენას, რომელსაც თვითმკვლელობა ჰქვია. ახლა ჩვილგარდაცულ მშობლებს, რომლებიც განადგურებულები, იმეddაკარგულები მოდიან სიონის ტაძარში შაბათის წირვაზე, უხდებათ გაკაფული გზა, ნუგეში სითბო და სიყვარული და შემდგომში ღვთისწყალობით თვითონაც იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ უფალმა გვიხსნა სულიერი სიბრმავისაგან. თორემ ბედნიერები და უზრუნველები ალბათ არც არასოდეს დაუფიქრდებოდით, რომ წუთისოფლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი წარმავლობა რეალური იყო და ერთ დღეს კი შეიძლებოდა ყველაფერი წარსულში დარჩენილიყო. ჩვენს ტკივილს, რა თქმა უნდა, უბრალო და თუნდაც მთელი გულით ნათქვამი სანუგეშო სიტყვები ვერაფერს არგებს, არც დრო და ჟამი გაგვინელებს იმ სიმძიმეს და დანაკარგს, რაც გადავიტანეთ, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ვიცით, რომ სადარს სიკვდილო საწერტელი შენი, სადარს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, აღდგა ქრისტე და დაირღვე შენ. სამწუხაროდ მრავალი სასოწარკვეთილი შულგარდაცვლილი დედაა ჩვენს გვერდით, რომელიც ეკლესიაში არ დადის, მხოლოდ ძაძების ტარებით, გოდებით და დღედაღამის სასაფლაოზე სიარულით გამოხატავს შვილის სიყვარულს. ამით კი ამძიმებს როგორც გარდაცვლილი სულს, ისე ოჯახის წევრებსაც და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც. პირიქით, ამ დროს საჭიროა ვიზრუნოთ მათ სულებზე, რაც იმ საეკლესიო კანონების აღსრულებით გამოიხატება, რომელსაც უკარნახობს მართლმადიდებელი ეკლესია. როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოება გვასწავლის, ჩვენს დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს. პირველი ის, რომ სული უკვდავია და მასთან განშორება არ არის მარადიული და მეორე, ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის განსაზღვრაში. ამიტომ ნუ დააყოვნებთ და ნუ დაკარგავთ დროს, რადგან ყოველი წუთი ძვირფასია. არც ეკლესიაში მოსვლა არასოდეს არ არის დაგვიანებული. შევეცადოთ, როგორი მძიმე გასაკეთებელი არ უნდა იყოს ჩვენთვის, ვაკეთოთ ის, რაც მათი სულისათვის სასარგებლოა და არა ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არ ვართ დაბადებულნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სიცოცხლის მოპოვებაა, უფალთან მიახლება, რადგან სიცოცხლეა ღმერთში და საუკუნო ნეტარებაში. ამქვეყნიური ცხოვრება კი გამოცდაა ჩვენი სულისა. ნუ დაგვავიწყდება, რომ დედობა მხოლოდ შვილისთვის თავგანწირვაა. მჯერა, ყოველივე ამის შემდეგ, თითოეული თქვენგანი ეზიარება ჭეშმარიტებას და ჰორიზონტს მიღმა მარადიულობას აღმოაჩენს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მისი ტანჯვის თანამოზიარენი გაგხადა, რაც თავისთავად უდიდესი პატივია და დასტური იმისა, რომ უფალს არასოდეს არ ვავიწყდებით და ვუყვარვართ. სწორედ ამ თვალით უნდა შეხედოს დედამ შვილის გარდაცვალებას.
ვიჩქაროთ, რადგან არავინ იცის თუ როდის ჩამოკრავს, თითოეული ჩვენთაგანისთვის საბედისწერო წუთი, გარდაცვალება ხომ გარდაუვალი რეალობაა, აი მერე კი გვიანი იქნება, ცარიელი ხელებით მოგვიწევს შეხვედრა როგორც უფალთან, ისე ჩვენ შვილებთან, ღმერთმა დაგვიფაროს. ნუ თუ ნებისმიერი თაობა, თუნდაც ცალკეული ინდივიდი, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახალი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა ცვლად მისი შთამომავლობა მოვა. ნუ თუ პიროვნების, გვარის, ტომის, ერის არსებობა ნიშნავს უმიზნოდ მცხოვრები, მუდმივად მკვდომი ადამიანების თუ თაობების ცვლას. ვინც ამგვარად ფიქრობს და ცხოვრობს, მარადიული სიკვდილისათვის სწირავს თავს და ასეთი დამოკიდებულებით სიცოცხლეს საშინელ ტყუილად და დიდ უაზრობად აქცევს. ეს კი არის უდიდესი დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე. ერთადერთი შვილის გარდაცვალებით ჩემთვის თითქოს სამყარო გაჩერდა. ბედნიერი დედა სრულიად უმწეო და უიმედოდ დავრჩი. მრავალი კითხვა გამიჩნდა, რატომ, რისთვის. ყველა ამ კითხვაზე პასუხი ტაძარში ვიპოვე. შაბათობით სიონის საკათედრო ტაძარში დავდივარ, სადაც უწმინდესის ლოცვა კურთხევით შეკვეთილი წირვები ტარდება ჩვენი შვილების სულის საოხად. აქ მრავალი დედა დადის. ამ ტკივილმა ჩვენ გაგვაერთიანა, დაგვაახლოვა ერთმანეთს. ამ სიყვარულით, მოთმინებით, თავმდაბლობით, რწმენით მიუყვებით გოლგოთის გზას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა აუცილებლად უფალთან დაგვაახლოვებს. ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოვებს. სხვადასხვანაირად ხვდებიან ადამიანები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს. ნაწილს მიაჩნია, რომ სიკვდილთან ერთად არსებობაც მთავრდება და შემდეგში მიმდინარეობს მხოლოდ ქიმიურ ელემენტებად დაშლის პროცესი. ამიტომაც ესწრაფვიან ცხოვრებისაგან ყოველივეს მიღებას, თუმცა ბოლომდე ამას ვერ აღწევენ. სხვანი შეძლების დაგვარად ემზადებიან სიკვდილისათვის და ახალი ცხოვრების დაწყებისათვის. გადის თვეები, წლები, დიდთა და მცირედ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ, ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებული სული. უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა. ჩვენი შვილგარდაცვლილი დედები. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ წირვალოცვას ვატარებდით. ერთად ვიყავით აი ესე შეგრული დედები, ერთმანეთის წირდასხმის ვიზიარებდით. ამ ლოცვით ისინი ჩვენ გვეხმარებიან დედებს, რა თქმა უნდა, და ჩვენც იმათ ვეხმარებით, რომ უფრო გავუადვილდეთ სასუფეველი. მე მჯერავს, რომ მე ჩემს შვილს მალე შევხვდები. სურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველა შვილგარდაცვლილი დედის სახელით, უდიდესი კრძალვით, მოწიწებით, 1000 მადლობა გადაგიხადოთ თქვენო უწმინდესობა. თუმცა რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, ყოველივე უფერულია ჩვენი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახადავად. თქვენ უამრავი საზრუნავით დატვირთულს, არასოდეს უყურადღებოდ არ გრჩებათ დიდ მწუხარებაში მყოფი ადამიანები. თქვენ შეძელით ჩვენში, შვილგარდაცვლილ დედებში, გაგეღვიძებინათ სიცოცხლის სურვილი, უფრო მეტიც აზრი ამ ქვეყნად ცხოვრებისა. ჩვენ თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სამწყსოს იმ ნაწილს განვეკუთვნებით, რომელთაც უსაშუალოდ მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი, რომ არა თქვენი ჩვენდამი უდიდესი სიყვარული და თანადგომა გაუსაძლისი გახდებოდა ჩვენი ყოფა ამ ქვეყნად.
თქვენ გვიჩვენეთ გზა უფლისაკენ სავალი, თქვენ გვაზიარეთ ჭეშმარიტებას იმისას, რომ სული უკვდავია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, რომ არსებობს გარდაცვალება და არა სიკვდილი და რომ სწორედ გარდაცვალება არის მარადიულობის საწყისი. ჩვენ შულგარდაცულმა დედებმა წმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის მოვაგზავნეთ ჯვარცმა, ხატი 9 ძმა ხერხეულიძე და დედა დადა მათთან 100,000 და ვინაიდან 9 ძმა ხერხეულიძის დედა შულგარდაცული დედების სიმბოლო ჩავთვალეთ. და თუ დღეს თითეული ჩვენგანი კვლავ დარჩა დედა სხვა შვილისათვის, ოჯახისათვის და საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ამას თქვენ უნდა გიმადლოდეთ. სათქმელი თუმცა ბევრია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას დღის სინათლეზე გამოტანა არეგების. დანარჩენს ეს პატარა წიგნი მოგითხრობთ, რომელიც თქვენ მოგიწვენით, ჩვენი თქვენდამი უდიდესი მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად. თითოეული მასში განთავსებული წერილი სიყვარულით, რწმენით, სასოებითა და ცრემლითაა გაჯერებული. იმედია, ამ წიგნის მეშვეობით მრავალი შულგარდაცვლილი მშობელი ეზიარება ჭეშმარიტებას და დაადგება უფლისკენ მიმავალ გზას ერთადერთსა და გადამრჩენელს. ვჯერა, რომ თქვენზე მთელი საქართველო ლოცულობს და ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ ხურვალი ლოცვაც შეეწიოს თქვენს სიცოცხლეს, ზეცისა კაცო და ქვეყნისა ანგელოზო. მე მინდა გავიმეორო ის, რაც მithქვამს თქვენთვის, თქვენი შვილები ცოცხალი. ეს უნდა გახსოვდეს. სიყვარულია Петрни. Зацიური საქართველოს და მე მინდა რომ იმათ სულებმა გაიხარო დღეს. მე მახსენდება ჩემი უბრალესი ძმის გარდაცვალება. Teymur Vazier koçumuz masumuz. Mevlid Ali Mevlid Arşı. İgiyavat yakılar benim gittik. Da yakıldı bu da şoba. Ertel hiç vayısı bu da. მე ვიდექი კარებთან და მეუბნება ირაკლი მოდი აქ მივედი და მეუბნება შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან ვინ მეთქიდა წმინდა მინო და შემდეგ მე გარდაიცვალა შემდეგ მე ვრახე იგი სიზმარში ბათკამი დადიოდა სარდაფი კონდო ჩვენ დიდი სახლი კონდო და დიდი სახლი და იქ უნდა მზადდებოდა საშობაო და საათგონო დამცვალი და სხვა. ხალხი ამზადებს ამას და რაღაც ბატკანი დადის იქიცაკეთ. და მე ვეუბნები ვიღაცას ვეკითხები, რომ ვისი ეს ბატკანი. და მოვიდა იგი და ჩემთან. და ადამიანის ენით მეუბნება, მე შენი ძმა ვარ. მոշასწი. არ პანეს
ბატონი ხელში და ავიკვანე ოთახში დავაყენე სადაც ჰქონდა ჩვენ დიდი კუთხე ხატების და შუაში მოდამ იყო საქართველოს დიდება იმის თავზე მამა ღმერთი ეს ჩემი რაც ჩემი თავი მახსოვდა სულ ასე იყო და მე ვეუბნები მას რომ მაჩვენე შენი ნამდვილი სახვი და უსვად მათგანი გახდა თეიმურაზი როგორც იყო სიცოცხლეში მოვერღვიე მას და ვეკითხები შენ მეთქი ლოცულობ ჩემთვის და მან მაჩვენა საქართველოს დიდებას სადაც ყველა წმინდანებია ჩვენ აი ეს ხალხიო ეს ეზო ესე იგი აი აქედან წარმოიშვა ზეციური საქართველო ჩანს რომ ერთ ადგილზე არიან ჩვენი წერაბრები ეს ხალხიო ეს ეზო ყველა ლოცულობს შენთვის და მე მინდა გითხრათ რომ ეს ასეა მე ვგრძნობა მას ისინი რომ ლოცულობდნენ მე ვერ ავიტანდი ამ სიგიჩვარს მე კიდევ ერთხელ თქვენი შვილები თხოვობენ რომ ჩაიცოთ ღია-ფერის დასაცურს დაგლოცოთ თქვენ დასრულიათ საქართველო ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება. ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს. აერთებს ორივე სოფელს. აკავშირებს მიწას ზესასთან. ქმნილებას შემოქმედთან, ადამიანს ღმერთთან. ქრისტე აკამრეთი სიკვდილითა სიკვდილისა Saplave Vishinata